Დაგასნობთ. ამერიკული გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal-ი საქართველოს ირანთან შესაძლო კავშირში ამხელს. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისლამურ რესპუბლიკაში სანქციების გამო ბიზნესის კეთება გართულებულია, თუმცა ირანელმა ბიზნესმენებმა ამისთვის მეზობელ ქვეყნებს, კერძოდ საქართველოს მიაშურეს. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ირანელი ბიზნესმენები აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ ავიაკომპანიებთან, უმსხვილეს ბანკებთან და მეტალურგიულ ქარხნებთან. ირანელები ყიდულობენ საქართველოში მიწას. მათთვის მიმზიდველია ადგილობრივი ვალუტაც, ნათქვამია სტატიაში. გამოცემის მიხედვით ეს ფაქტი შეშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იწვევს. ირანული ბიზნესის საქართველოში გამოჩენამ ობამას ადმინისტრაციის უკმაყოფილება გამოიწვია, ნათქვამია სტატიაში. Wall Street Journal-ის სტატიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. ის რაც გამოქვეყნდა შესწავლას საჭიროებს, მე მინდა ერთადერთი რამ თქვა, რომ ამ კაცრი კონტროლის პირობებში, სადაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აბსოლუტურად კონსტრუქციულად და კარგად გვეთანამშრომლება სანქციების შესრულებაზე მართლმსაჯულება და ის მოსამართლეები, რომლებმაც ეს საქმე კარგად იციან და მათი დახმარებით, ქართველი მოსამართლეების დახმარებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შევძელით, რომ დღეს გქონდეს ირანულ ინდივიდებთან და იურიდიულ პირებთან 150-მდე ანგარიში გაყინული. თუ ის ინფორმაცია, რაც გამოქვეყნდა შესწავლის შედეგად დადგინდება, რომ რაიმე ტიპის საფუძველს ფლობს, რა თქმა უნდა, მკაცრი რეაქცია იქნება ამაზე, მაგრამ გამომდინარე უკვე მკაცრი პოლიტიკიდან, რაც დაადასტურა და მიესალმა ამას ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დელეგაცია, როცა იყო ჩამოსული გაეროდან, მე გამიკვირდებოდა, რომ ის რაც გამოქვეყნდა იყოს მართალი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შესწავლა საჭიროებს. აქვე დავძენ, რომ ის მუშაობა, რაც წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტარდება, გაეროს სანქციების შესრულების კუთხით ირანთან მიმართებაში, ცალსახად პოზიტიურად შეაფასა გაეროს დელეგაციამ, რომელიც აქ იყო რამდენიმე კვირის წინ და მათ ისიც კითხვეს, რომ ჩვენთან ამ მხრივ მკაცრი კონტროლი უკეთეს მდგომარეობაში ხორციელდება, ვიდრე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.